ქვეყნის სიყვარულს საყვალპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით. სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ. სამშობლო ტაძარია, სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან. ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე. ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ. და კიდევ ერთი. შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან. ნოდარ დუმბაძე. ისმინე ადამიანო. მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუგრი შოშიაშვილი გახლავართ. ეს არის მეორე ნაწილი, ჩვენ საუბრობთ ძველ ქართლზე, ვალერი ვაშაკიძესთან ერთად, ვაგრძელებთ საუბარს და წინა გადაცემაში უკვე ვისაუბრებთ ბრინჯაოს ხანის კრიზისზე, იმ პერიოდზე, სანამდე მოვიდოდა აზო და ფარნავაზი. ახლა უკვე გავაგრძელოთ ქართლის სამეფოს წარმოქმნიდან დავიწყოთ საუბარი, გავაგრძელოთ აზოზე საუბარი და ჩვენ ვიცით, რომ აზო არიან ქართლიდან. სად არის ეს არიან ქართლი? იყო ბევრი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, უმრავლესი ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ეს არის დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, ხო? თუმცა არსებობს კიდე სხვა ვერსიების მსმენია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქართლის ცხოვრების მიხედვით ის ქართველია, ხო? ქართველი გამოდის. მოქცევა ქართლისა ეს მიხედვით არის ქართველი. კი ბატონო. რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, თქვენ წინა გადაცემაზე თქვით, რომ აქ იყო აქემენიანთა სასახლე, რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის აქემენიანთა ყოფილი ესეთი მაღალჩინოსანი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის დროს გადავიდა ალექსანდრე მაკედონელის მხარეს და გადაწყვიტა, რომ მთელი ეს აღმოსავლეთ საქართველო დაეკავებინა. ხო, ასე შორს ვერ წავალ. ჩვენ ორი წყარო გვაქვს აზო ფარნავაზის შესახებ. ერთი არის მოქცევა ქართლისაი, რომლის შედგენის თარიღზეც სხვადასხვა მოსაზრებებია გამოთქმული და დაწყებული იქიდან, რომ ის სადღაც ქართლის გაქრისტიანების უმალვე ძალიან ჩქარა უნდა დაწერილიყო. იქიდან დაწყებული სადღაც მე-9 საუკუნის ჩათვლით აი ამ პერიოდში მერყეოს მისი ამ წყაროს შედგენის თარიღი. და მეორე ქართლის ცხოვრება, ხო? წიგნი წმინდა და პატიოსანი, ხო? თუ მარიამ დედოფლისეული და ანა დედოფლისეული ქართლის ცხოვრების გადამწერთა ტერმინოლოგიას ხო ერთი უწოდებს წიგნი პატიოსანი, მეორე უწოდებს წიგნი წმინდა, ხო? თუ ამას შევკრებთ, გამოვა რომ ქართლის ცხოვრება ქართველი კაცთვის იყო წიგნი წმინდა და პატიოსანი, ხო? ქართლის ცხოვრება, რომელიც ჟამათი წერებოდა. რაც შეეხება ფარნავაზისა და აზოს შესახებ ქართლის ცხოვრების მონათხრობს, ბატონი ზაზა ალექსიძე ფიქრობდა, რომ აი ეს ჟამათი აღწერილი ისტორია, ჩვენი სამშობლოს ისტორია უძველესი დროიდან მოგიდებული, გარკვეულწილად უკვე არსებულ წერილობით წყაროებზე და ზეპირ ტრადიციების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, იქმნებოდა. და ის ფიქრობს, რომ ფარნავაზის ცხოვრება დამოუკიდებელი თხზულება უნდა ყოფილიყო, რომელიც შემდეგ რედაქტორმა მცირედ გადააკეთა და შეიტანა მთლიანად, ესე იგი, ქართლის ცხოვრებაში. ჩვენ წინა საუბრისას აღვნიშნეთ, რომ უკვე გვიამბრინჯაო ადრელკინის ხანაში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს. რა გვაძლევს ამის საფუძველს? მე ერთ მაგალითს მოვიტან, რომ მაყურებელმა და მსმენელმა უკეთ გაიგოს, რას გულისხმობ ჩემს წინარე გამოთქმულ მოსაზრებაში. კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ბატონი კიაზო ფიცხელაური, რაც გარდაცვლილი ბატონი კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა,
კახურ სატევრებზე, ბრინჯაოს სატევრებზე დაკვირვებით გამოყო 3 ტიპი სატევრებისა. და რაც მთავარია, ეს 3 ტიპი გარკვეულ გეოგრაფიულ რეგიონში იყო გავრცელებული. თანამედროვე კახეთის ტერიტორიაზე. მაგრამ თანამედროვე კახეთი მოიცავდა ისტორიულ კახეთს, ისტორიულ კუხეთს და ისტორიულ ჰერეთს, ხო? კუხეთის თქვათ, ბევრმა არ იცის, ეს არის ქვემო ქართლისა და კახეთის თანამედროვე კახეთის ტერიტორია. ხო, რუსთავი იყო მთლიანად არა, რა თქმა უნდა, ესე იგი კახეთი ეს იყო ფაქტობრივად არაქსა და იორშორის მოქცეული, ოღონდ შუა წელამდე მოქცეული ტერიტორია, მის სამხრეთით იყო კუხეთი და შემდეგ აღმოსავლეთით იყო ჰერეთი. ხო, ახლა როდესაც ლეონ დიბროველი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, ქართლის ცხოვრების რედაქტორ გადამწერი, ხო, რომელსაც ხანდახან ავტორსაც უწოდებენ, იძლევა კახეთის, კუხეთის და ჰერეთის საზღვრებს, აი ეს 3 ტიპის სატევრები ფაქტობრივად აი იმ რეგიონებში ჯდება, რომელიც ფარავდა ისტორიულ კახეთს, ისტორიულ კუხეთს და ისტორიულ ჰერეთს. და ამიტომ კერძო ფიცხელაური ამბობდა, რომ ეს ძალიან სერიოზული რამ არის. იმიტომ რომ შეხედეთ, ესე იგი ერთი ტიპის იარაღი გარკვეულ 3 რეგიონში ხო არ ნიშნავს ეს იმას, რომ კახეთი, კუხეთი და ჰერეთი, ისტორიული კახეთი, კუხეთი და ჰერეთი, ეს უკვე გარკვეული პოლიტიკური გაერთიანებები იყო. აი ასეთი გაერთიანებებით დაფარული იყო მთელი აღმოსავლეთი საქართველო. ყანჩაეთის განძი, წინწყაროს განძი, რომელიც მე-6-მე-4 საუკუნეებით თარიღდება, ხო? ეს იმის მანიშნებელია, რომ ესე იგი სოციალური დაშრევება ისეთ მაღალ დონეზე არის წასული, რომ ესენი პატარ-პატარა სახელმწიფოებია, ესმით პატარ-პატარა სახელმწიფოები. თუ გავიხსენებთ ისევ იმ ქართლის ცხოვრების წინარე გადაცემაში მოტანილ ფრაზას, რომ აღდგიან ნათესავნი ორნი ერთსა ზედა და სხვანი შეეწეოდიან რომელნიმე მას და რომელნიმე მას და ახლა კიდევ სხვანი აღდგიან სხვათა ზედა და გაგრძელდა ესე ვითარი ბრძოლა, ხო? გამოდის, რომ ესენი ერთმანეთს პირველობისათვის ემეტოქებიან. როგორც ჩანს, აი ამ პირველობისათვის ბრძოლის იმ ეტაპს გადმოსცემს აზო ფარნავაზის დაპირისპირება, როდესაც ამ პოლიტიკური ერთეულების რაოდენობა დავიდა 2-ზე. 2-ზე. ხო. ერთი ალბათ ეს არის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური გაერთიანება, რომლის უზენაეს ხელისუფალი არის აზო და მეორე არის ცენტრალურ ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთის ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური გაერთიანება, რომლის მეთაურიც არის ფარნავაზი. მე პირობითად ვამბობ. აი ამ ორი პოლიტიკური ერთეულის ურთიერთდაპირისპირებით ფონზე იშლება მერე თხრობა აზოსა და ფარნავაზის შესახებ. ხა თქვენ რომ ბრძანეთ, რომ აზო ხომ არ იყო დაუშვათ აქემენიანი მართველი ან წარმომადგენელი ამ მმართველობისა. არა, მე მგონი ის იყო ადგილობრივი მმართველი, რომელმაც ისარგებლა იმ არეული პერიოდით, როდესაც დიადოხოსები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უყურეთ როგორ არის აზოს მხარს უჭერენ ბერძნები. ქართლის ცხოვრების მიხედვით აზო ბერძენია. იმიტომ რომ ალექსანდრე მაკედონელი რომ მოვიდაო, პატრიკად დანიშნაო თავის თანამემამულე. ბერძენი დანიშნა, აზო ბერძენია. ქართლის ცხოვრებისთვის. მოგცევა აი ქართლისათვის ის არიან ქართლის მეფის ძიარი. არიან ქართლის მეფის ძიარი. ეხლა ეს არიან ქართლი სხვადასხვანაირად არის განმარტებული ქართულ ისტორიოგრაფიაში, მე ალბათ ყველაზე მეტად მაინც ბატონი გიორგი მელიქიშვილის აზრი მიმაჩნია სწორად. არიან ქართლი, ანუ ირანის ქართლი, არიანა, ირანია. ხო? ანუ აღმოსავლეთ. ანუ ის ტერიტორიები, რომელიც თავის დროზე სასანი აქემენიანთა ირანის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ანუ მე-18 და მე-19 სატრაპები, რომელიც ფაქტობრივად მოიცავდა ისტორიული საქართველოს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს. აი ამ სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკური გაერთიანების ხელისუფალი სარგებლობს იმითი, რომ მას უნდა ჩრდილოეთისაკენ გააფართოვოს თავის საზღვრები, იმიტომ რომ სამხრეთით აქ უკვე სელევკიანთა სამეფო ჩამოყალიბდა,
აქეთ პონტოს სამეფო ჩამოყალიბდა, სამხრეთით მას გასაკანი არ აქვს და იმ გახსოვთ წინა გადაცემაში ჩვენ თქვით რომ აი პოლიტიკურ ერთეულებს შორის ერთ რეგიონში ხან ერთი წარმოჩინდება და გაძლიერდება იმდენად რომ მისი სახელი და მისი პოლიტიკური გავლენა ფარავს ხვევს და ხშირ შემთხვევაში ესე იგი აი დიაოხი რაც იყო შეიძლება კულხა იგივე ტერიტორიებს და შესაძლოა გაცილებით მეცაც ფარავდა და იწყება დაპირისპირება და ვინ უნდა დაეხმაროს მას ვინ უნდა დაეხმაროს უცხო ძალა ამიტომ ქართლის ცხოვრების ავტორისათვის რადგანაც მას ბერძნები ეხმარებიან ის ბერძენია ტერია ბერძნებისაგან ხელდასმული კაცია ამიტომ ბერძენია ხოლო მეორე წყაროსათვის რომელმაც ძალიან კარგად იცის საიდანაც არის წარმომავლობის მან იცის რომ ის არ არის ბერძენი ის არიან ქართლიდან არის ანუ ქართლის იმ ნაწილიდან არის რომელიც ოდესღაც აქემენიანთა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა ცოტა გავასწრებ მოვლენებს იმ პერიოდში სულ ცოტა ხნის წინ მაშინ ხო იმ დროისათვის ხო ცოტა ხნის წინ ცოტათი გავასწრებ მოვლენებს ოდესაც აზო დამარცხდა სად გაიქცა ხო არ გამახსენებთ კლარჯეთში გაიქცა აპატიეთ მაგრამ ტერი ოდესაც მარცხდება გარბის თავის სამშობლოში ხო სადაც მეტი დასაყრდენი აქვს სადაც მისი მოსახლეობა არის ძირითადი სადაც თავის ციხესიმაგრეები აქვს და ლოიალური მოსახლეობა რა თქმა უნდა კლარჯეთში გაიქცა საბოლოო ბრძოლა სად მოხდა არტანში ხდება ბრძოლა და არტანში მოიკლა აზო და როგორც კი აზო მოიკლა ფარნავაზმა იმ წუთში კლარჯეთი დაიკავა ესე იგი შემთხვევითი არ არის ესა რომ კლარჯეთი არტანი და ის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ვითარდება ეს მოვლენები ეხლა უყურეთ რა ხდება ფანტასტიკურად ჯდება იმ სოფლიო პოლიტიკაში აი ამ ორი ქართული მე დავარქმევდი ქართულს თუმცა ეს არ არის ქართული ახლა იმ გაგებით დღეს რო ხმარობთ მაგრამ ორი ქართველური პოლიტიკური წარმონაქმნის ბედი როგორც კი ესე იგი აზო მოდის და იკავებს მცხეთას და ის სასტიკად ექცევა ადგილობრივ მოსახლეობას ეს ასეც უნდა ყოფილიყო იქ არის ნათქვამი რომ ამოხოცა ესე იგი ვინც წინააღმდეგობა გაუწია 15 წლის ზემო ასაკის მოსახლეობა მამაკაცები გაჟლიდა კლასიკური ტირანია არა ხო კლასიკური ტირანია რომელიც დამახასიათებელი იყო იმ პერიოდისათვის ახლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა იმ დროს აიყვანეთ ტყვეთ მაგალითად მამაკაცები რა ხა მამაკაცებს იმ შეიარაღების პირობებში იმაში რამდენი ადამიანი უნდა დაუყენო მეთვალყურეთ რომ ჯამთელი სრულწლოვანი მამაკაცები ესე იგი დაგემორჩილონ და ყველაფერი ისე გააკეთონ როგორც საჭიროა ხო ყველისთვის გინდა იმისთვის რომ დაგემორჩილოს ხო შეიარაღება ისეთ დონეზე არ არის ყოველ შემთხვევაში რომ ერთმა ადამიანმა 200 და 500 ადამიანი აკონტროლოს ხო და თუ ახლა ერთი დარაჯი ერთკაც დაუდგა მაშინ რა მომგებიანია ასეთი ტყვე ამიტომ ტყვეეთ ვინ მიყავდათ ძირითადად ქალები და ბავშვები ხო რომ ესენი ქალები მხევლებად ბავშვები შინამოსამსახურებად რომლებიც იქვე იზრდებოდნენ და რომლებსაც ამუშავებდნენ რა და შემდეგ ისინი იზრდებოდნენ უკვე ლოიალურად იმ საზოგადოების მიმართ სადაც მოხდებოდნენ ხო ესე იგი აი ასე იქცევა აზო რა დაიპყრო მან ქართლი დაიპყრო ეგრისი დაიპყრო მე ახლა ოსები არიან ნახსენები ამ დროს ეს ანაქრონიზმია რა თქმა უნდა ქართლის ცხოვრებისა უბრალოდ ქართლის ცხოვრების გადამწერი რომელიც ქართლის შუა საუკუნეებში ცხოვრობს თავისი მკითხველს უხსნის ამ ჩრდილო კავკასიელები უნდა აუხსნას ვინ არიან და ახლა ამ პერიოდში ყველაზე ძლიერი ოსები არიან და ეუბნება რომ ჩრდილო კავკასია და ოსები ეუბნება ხო თუმცა იქ ვერ მალავსო დურძუკებიც არიან არა ხო მაგრამ ოსებსაც ახსენებს რაც რა თქმა უნდა ანაქრონიზმი არის იმიტომ რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-4-13 საუკუნეების მიჯნაზე კი არა ოსები კავკასიის მთებში მე-6 საუკუნემდე არ ჩანან სანამ ჰუნები არ მოვიდნენ და ველებიდან და კავკასიის პირეთის ველებიდან მთებში არ შემორეკეს მანამდე ოსებს მთებში რა უნდათ ისინი მომთაბარეები იყვნენ ალანების შთამომავლები ადგილობრივი ტომების შთამომავლები რომლებიც იმ ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ ხო
და შიშიც зарცემდა სხვათა შორის იმას, რა ქვია, მთელ ცივილიზებულ სამყაროს, არა, ჩვენ ვიცით მე ქართლის სამეფოს მეფეთა დამოკიდებულება, ხო, ამ ალანოსების დაქირავებულები და რომის იმპერიის წინააღმდეგ მათი გამოყენება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ამ დროისათვის, რა თქმა უნდა, ეს არის აშკარა შეცდომა ქართლის ცხოვრებისა, უბრალოდ შეცდომა კი ანაქრონიზმია. თავის დროის მკითხველს განუმარტა, თორე ჩვენ ბუნებრივი ეს უნდა ამოვიცნოთ და უნდა დავინახოთ. ხო. ესე იგი, უყურეთ რა ხდება, მოვიდა დაიკავა ეს, რა ქვია. ამის შემდეგ ფარნავაზი, რომელსაც დედა ასპანელის პარსი ყავს და თუ ჩვენ გადავხედავთ ელინისტურ საზოგადოებებს, ხო? ადგილობრივი მმართველები და მოსული ბიუროკრატია, იმპერიული ბიუროკრატია, რომელიც იგზავნებოდა ადგილებზე, ხო? ადგილობრივი ელიტარული საზოგადოება და ამ ბიუროკრატიის შეერთება ხდებოდა ხოლმე და ასე იქნებოდა ადგილობრივი ელიტა მერე რა. ასე ხდება მერე რომაულ ხანაშიც ასე ხდება და ელინისტურ ხანაშიც ასე ხდება და მის წინამორბედ ხანაშიც აქემენიანების დროსაც ასე ხდებოდა. ასპანელის პარსი არის მისი დედა. მამა ცხეთის მამასახლისის სამარას ძმა არის. ერთ შეკითხვას დაგისვათ. არის ესეთი ვერსია, ამდენად ეს სწორია, რომ ესე იგი ეს არის პრაქტიკულად ანტიელინისტური აჯანყება და იქ ჩვენ ხედავთ, რომ თუნდაც დიოდოქოსების პერიოდში ალაგ-ალაგ იქნებოდა ანტიელინისტური სახელმწიფო, მაგალითად ცოტა მოგვიანებით პარტია შეიქმნა, რომელიც აი ამ დიადიქოსების თავიდან მოცულება უნდათ. ვის თვით ანტიდიადოქოსად აზოს თუ ფარნავას? ფარნავას. იმიტომ რომ აზო დიადიქოსების ლოგიკაში ჯდება. და ძირითადად თუ ჩვენ დავაკვირდებთ როგორი ტიპის სახელმწიფოს ქმნის, ამაზე ალბათ ვილაპარაკებთ. მაინც უფრო სპარსული ტიპის ჩანს ეს სახელმწიფო კონშენტრაცია. ელინიზმი ხო დასავლეთის და აღმოსავლური კულტურების ორი ცივილიზაციის შეერთების შედეგად წარმოშობილი არის. ამიტომ ასე ერთმნიშვნელოვნად იმის განცხადება, რომ ეს არის უფრო სპარსული ვიდრე დაუშვათ ისა, მე ვფიქრობ, რომ მთლად სწორი არ არის. თან გარდა ამისა, ბატონო გრიგ, უყურეთ რა შეესაქმე. როდესაც იწყება უკვე აზოს წინააღმდეგ მზადდება გამოსვლა, ხო? ჩილოკავკასიელები მოიმხრო, ეგრისელები მოიმხრო, ხო, ქუჯი მოიმხრო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველი რაც მან გააკეთა, ის აგზავნის ელჩობას ასურასტანის, ანუ სირიის სელევკიანთა სახელმწიფოში აგზავნის ელჩობას და მეფემან ანტიოქოს ასურასტანისამ წარმოსცა გვირგვინი და უწოდა შვილათვისად, ესე იგი მიიღო ეს ძღვენი, რომელიც ფარნავაზმა გაუგზავნა და მე რატო ვთქვი, რომ აი ეს აზო ფარნავაზის დაპირისპირება კარგად ჯდება მეთქი იმდროინდელი ეპოქის სულში, უყურეთ, პონტოს სამეფო და ნუ მაგაზეც სხვადასხვა მოსაზრება, რომელ ელინისტურ სახელმწიფოში იგულისხმებიან ბერძნები, მაგრამ ქართული საისტორიო ტრადიციით შეხედეთ ბერძნები ესენი ყოველთვის იყვნენ ბიზანტიელები და პონტოელები რა. ამიტომ ბერძნებს რო ხმარობს ქართლის ცხოვრების ავტორი იგულისხმება ალბათ პონტოს სამეფო. პონტოს სამეფო და სელევკიანები საკუთრო სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთთან ჩამოჭამული ბრძოლაში. ეხლა იმდროინდელი სირიის სელევკიანების სახელმწიფო მოიცავდა, ესე იგი სირიას, პალესტინას, მთელ ირანს და შუა აზიის დასავლეთ ნაწილს. ხელა სახელმწიფო ხო წარმოგიდგენია. დიდი ელინისტური სახელმწიფო. დიდი უზარმაზარი ელინისტური სახელმწიფო არის და ის დაარსა სელევკოსმა და ამიტომ სელევკიანების დინასტია ჩაუყარა საფუძველი და შემდეგ მისი შვილები და შვილიშვილები ანტიოქოს პირველი, ანტიოქოს მეორე, ანტიოქოს მესამე, ხო? და აქედან გადადის ქალაქი ანტიოქიაც. ხო, რა თქმა უნდა, ხო. და აი ამ ანტიოქოსთან აგზავნის, ესე იგი, ის ფარნავაზი ელჩობას და რას თავაზობს? უყურეთ რა შეესაქმე. ამ დროს სელევკიანების სირია თანამედროვე დღევანდელი სომხეთის ტერიტორიას ფლობს. ანუ გამოდის რა, რომ აზო, რომელიც პონტოელებისაგან არის მხარდაჭერილი და იკავებს
სამხრეთ დასავლეთ საქართველოსა თვითონ არის ეკავებს ცენტრალურ ქართლსაც. ფაქტობრივად გამოდის თუ ჩრდილოეთიდან სირიის სელევკიანების სამეფოს მტრულად განწყობილი სახელმწიფო ჩამოუყალიბდა. მისი სამტრო სასიცოცხლოდ გადამტერებული მტრის მომხრე არის ეს, იმიტომ რომ იმ მტრის ძალით არის მოსული აგზის და მის პოლიტიკას ატარებს. ამიტომ ანტიოქოსისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოეთიდან საზღვარი კონდეს დაცული და თუ ის მხარს დაუჭერს ფარნავაზს, მაშინ და ფარნავაზი გაიმარჯვებს, მაშინ ფარნავაზი იქნება მისი მოკავშირე, ჩრდილოეთის საზღვარი იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო და დაცული. ეხლა ერთ რამეზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ძველ აღმოსავლეთში ტერმინები მამა, შვილი, მონა ეს არ არის მარტო დაუშვათ აგნატური მამა-შვილი დაუშვათ ნაცსაობის გამომხატველი ტერმინები არ არის. ამაში ძალიან დიდი სოციალური და პოლიტიკური დატვირთვა დევს. მაგალითად, ასურეთის მეფე ძველი აღმოსავლეთის ისტორიიდან რო ავიღოთ მაგალითები, როცა ეგვიპტის ფარაონს წერილს წერს, ჩემს ძმას. ანუ, როდესაც მიმართვა არის ძმაო, ჩემო ძმაო. ხო? აქ არის თანაბარი, თანასწორი ძალის მქონე ხელმწიფეებს შორის ურთიერთობა. როდესაც არის ლაპარაკი შვილზე, შვილი არის ნებაყოფლობით ქვეშევრდომობაში შესული. ნებაყოფლობით ქვეშევრდომობაში შესული. როცა ლაპარაკი არის მონაზე, ეს არის ძალით დაპყრობილი. და ძველ აღმოსავლეთის ისტორიაში არის ესეთი მაგალითები, ერთხელ ერთი იუდეველთა მეფე კაკადნიერდა და აღარ მახსოვს ბაბილონის მეფეს მიწერა, რომ ძმაო, იმა ლაშქარი დაძრა, მე ეს ბიბლიაშიც არის აღწერილი, მეფეთა წიგნებში და ცოცხლად გააძრო ტყავი და უთხრა, მე შენი ძმა არა ვარ, შენ ჩემი მონა ხარ და ასე არ უნდა მომმართო. ესე იგი წარმოგედგინეთ, როგორ დიდი ყურადღება ექცეოდა ამ დიპლომატიურ ეტიკეტს. ამიტომ ქართლის ცხოვრების ავტორის მიერ ნათქვამი, რომ წარმოსცა გვირგვინი და უწოდა შვილად თვისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავის ფარველობის კალთა გადააფარა ფარნავას და გარდა ამისა თავის დაპყრობილ სომხეთშიო სომეხ ერისთავებს უბრძანაო დაეხმარეთ ფარნავასო. ანუ ფარნავაზმა მოიმხრო ქუჯი, მოიმხრო ჩრდილო კავკასიელები და ამ დროს როგორც ჩანს ყველაზე ძლიერები არიან ნახები, ანუ დურძუკები, ესენი არიან დღევანდელი ჩეჩენ ინგუშების წინაპრები. მოიმხრო ისინი და პლუს ამას მას დაეხმარნენ სომეხი ერისთავებიც. ნუ ქართლის ცხოვრების ტერმინოლოგიას ხმარობ ერისთავები, ანუ სომეხი წარჩინებულები თავიანთი ლაშქრით დაუდგნენ მხარში ფარნავას. აი ამ დაპირისპირებაში უკვე ფარნავაზმა გაიმარჯვა ფარნავაზმა, შემდეგ მან ანძიაძორა და ეკლეცი მოაოხრა, ანუ ის ტერიტორიები, რომელიც პონტოს სამეფოს შემადგენლობაშია, ანუ აჩვენა ერთგულება სელევკიანების ხელმწიფეს და ამის შემდეგ ფარნავაზი ბორჭმით დაჯდა მცხეთაში ტახტზე და უშიში იქმნაო ყოველ მტერთაგანო, იმიტომ რომ იმდროინდელი ახლო აღმოსავლეთის, ხო, სმენას რო განომარტოთ ახლო აღმოსავლეთი, ეს არის ტერიტორია ხმელთაშუა, შავ, კასპიის ზღვასა და ზღვებსა და ინდოეთის ოკეანეს შორის, ეს არის ახლო აღმოსავლეთი. და აი ეს ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს ფარველობის ქვეშ შევიდა, ასრულებს მის ნებას, მის პოლიტიკურ ნებას ასრულებს, საზღვრების განმტკიცებას იწყებს და აყალიბებს უკვე სრულფასოვან ერთიან ქართლის სამეფოს. არა იმას იმ დაქუცმაცებულს. ხა რატო ვამბობ, რომ იმდროინდელი აი ეს ნაბიჯი ფარნავაზისა იყო იმ პატარ-პატარა ქართული სახელმწიფოების გაერთიანება, რომელიც შემდეგ ფაქტობრივად ფარნავაზის მიერ დაყოფილ საერისთავოებში აისახა. მე მინდა გაგახსენოთ ასეთი რამ. მოკვდა ფარნავაზს და
მეფე გახდა ძეიმისი საურმაგ. როგორც კი ამ ფრაზას ამთავრებს მემატიანე, იქვე მოყვება შემდეგი აბზაცი. და შეითქუნეს ერისთავნი ქართლისანი და ზრახვა ხვეს. და მოუკლათ საურმაგ და ვიყვეთ თავისუფალი ვითარცა ვიყავით პირველ. ფარნავაზამდე. მესმით, ესე იგი, ხო, ესე იგი, ძლიერი ხელისუფალი, რომელსაც მოახერხა ამათი გაერთიანება. აღარ არის. ეხლა თუ ქართლის ცხოვრებას დაუჯერებთ, 67 წელი იმეფაო, ხო? 67 წელი. მე ვილაპარაკოთ კიდე ქვეყანა როგორ დაალაგა და შიგნით რა რეფორმები გაატარა, ხო, ფარნავაზმა. და მე საზღვრებსაც შევეხოთ, ქართლის იმძვირდელი ქართლის საზღვრებს. ხო? როგორც კი ეს გარდაიცვალა, ახალი მისი მემკვიდრე ავიდა ტახტზე, იმ წუთშივე კვილი მოუსინჯეს. და იძულებული არის საურმაგი გადავიდეს დურძუკეთში, ანუ შილო კავკასიაში. იქედან გადმოიყვანოს დაქირავებული ლაშქარი და ასე განიმტკიცოს ტახტი. მაგრამ მე უყურეთ რა ხდება. საურმაგზე არის საუბარი და შემდეგ წერია. და ერთგულად მსახურებდა მეფესა ასურასტანისასა. ანუ საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ფარნავაზმა აიღო, ის არ შეუცვლია. იმიტომ რომ ის შორშტვრეტელი კაცია, მან ძალიან კარგად იცის, რომ ირგვლივ არსებულ იმ პოლიტიკურ მორევში, იმ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც იმ დროს არსებობს და ეს ბრძოლა გრძელდება, ხო? მას თუ ძლიერი მფარველი არ ეყოლება, მას გასრისავენ. ამიტომაც მთელი მესამე საუკუნე, ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნე, ქართლის სამეფო უძლიერეს სახელმწიფოა კავკასიაში. კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოა ქართლის სამეფო. მოკვდა საურმაგი და დაჯდა მეფეთ ძეიმისი მირვან. და რა წერია? იგივე ერთგულად მსახურებდა მეფესა ასურასტანისასა. მეფე ხდება ფარნაჯომი, მეოთხე მეფე. და წერია, რომ დაესრულა მეფობა ანტიოქოსს. ეს რა პერიოდია, იცით უკვე? რომი რო იწყებს აღმოსავლეთით გაფართოებას და 190 წელს მაგნესიასთან ბრძოლაში რო გაანადგურა სელევკიანების სირიის სახელმწიფო და დამთავრდა ქართლის ცხოვრების ძლიერებაც, გაძლიერდა სომხეთი და წაართვა ტერიტორია. აი ერთი დაუბრუნდეთ ერთი მომენტია, ისა ფარნავაზის ესე განძის პოვნის მითი. ეს მითი ხდება კიროსთანაც მოგვიანებითად თემურლენგის პოულობს. ფარნავაზის სიზმარი შესწავლილია, ეს არის ირანული აღმოსავლური მოტივები, ყოველი ესე იგი დინასტიის დამფუძნებელი სწორედ აი ამ საბურველში არის გახვეული, რომ უნდა იპოვოს განძი, უნდა მზემ გამოიყვანოს, რაღაც თავგადასავლები, იმიტომ რომ ის ხომ ამქვეყნიური არ არის. ის არის დამფუძნებელი, ის არის უფალი, მამა უფალი არის. ის არის ეს არის პოლითეისტური სამყარო, ეს არ არის მონოთეისტური სამყარო. ხო, რა თქმა უნდა. პოლითეისტური სამყაროში, ანუ ეს ღმერთი არის, ცოცხალი ღმერთი არის, ერთ-ერთი ღვთაებათაგანია თუ ერთ-ერთი ღმერთი თავათაც არის, იმიტომ რომ როდესაც ფარნავაზი დაკრძალეს, ამ დროს ხო ქართველებიო პატივს ემდენო მზესა, მთვარესა და ვარსკვლავთა ხუთთა და ყველაზე დიდი სალოცავი იყო ფარნავაზის საფლავი, ის ქართლოსის საფლავი. მე როგორც ვიცი, ქართლოსის საფლავზე აღიმართა მერე არმაზის კერპიდი. ეხლა უყურეთ რა ხდება რა. ერთი-ორი სიტყვაც რომ არმაზის კერპზეს ვარ. ხო, არმაზის კერპი მე ვფიქრობ, რომ სინკრეტული ღვთაება არის, მასში არის როგორც აღმოსავლური ისე როგორც სპარსული, ასევე ხეთური, ეს არ არის ერთმნიშვნელოვნად სპარსული, ახურამაზდა და რაღაცა ნამდვილად, იმიტომ რომ როდესაც შენ ქმნი სახელმწიფოს, შენ არ შეიძლება შენი იდეოლოგია მთლიანად იმ ქვეყნის იდეოლოგიას დააფუძნო, რომელიც ცოტა ხნის წინ შენი დამპყრობელი იყო. ამიტომ რაღაც ელემენტები მას აქვს, რა თქმა უნდა, აღმოსავლური, მაგრამ ეს არის როგორც ელინისტურ სამყაროში მიღებული იყო სინკრეტული აღმოსავლური და დასავლური და რა თქმა უნდა არის ადგილობრივი კულტის
ნიშნებიც. ანუ ეს ნამდვილად ესე იგი შერწყმული ღვთაებაა, არის მაშინ სპარსულიც, არის ელინისტურიც და არის ქართულიც. მაგრამ თავარი რა არის ხა? უყურეთ, ჩვენ ვიცით ასეთი რამ, რომ ფარნავაზმა არმაზი აღმართა გაცისა და გაიმს შორის. მან კი არ დაანგრია გაცის და გაიმის კერპები. ახლა ამას სხვადასხვა ახსნა აქვს. მეც ამაქვს ამისი ჩემეული ახსნა. ჩემეული ახსნა რა არის, უყურეთ. ეს კერპები ხო მოტანილი კერპებია. ეს ხო არიან ქართლიდან მოტანილი კერპებია. არიან ქართლის უფალი აზო ბრძოლაში მოკლეს. ფიზიკურად გაანადგურა. მაგრამ მან არ გაანადგურა ის კერპები და მამ კერპებს გაცი და გაიმი და ამ კერპებს შორის აღმართა თავისი კერპი. ამით მან ხაზი დაუსვა იმ სიმბოლურ ერთიანობას ქართველების. ხო, ну, დავარქვათ ქართველები, თუმცა ალბათ უფრო ქართველური ხალხების, ქართველური ეთნოსების სიმბოლურ ერთიანობას იდეოლოგიურადაც გაუსვა ხაზი. არა მარტო ფიზიკურად, რომ მან გაანადგურა, ძალა გამოიყენა, დაიპყრო, ხო, დალაშქრა ის კლარჯეთი, ძალით შევიდა იქ. ნებით არ ხდება ასეთი რამეები. საერთოდ სახელმწიფოს წარმოშობა დაპყრობის გარეშე, ძალის გარეშე წარმოუდგენელი რამ არის რა. ასე ხდებოდა ყველგან. ახლა ზოგიერთს გონი ახლა როდესაც მიამასვამებ, რომ ეს ძალა გულისხმობს მაინც და მაინც 100,000-ობით ადამიანს გაჟლეტას. არა, მაგრამ თუნდაც ძალის დემონსტრირება. ახლა აქედან რომ მიადგებოდა 10,000-იანი მაგალითად პირობითად ლაშქარი და იმან იცოდა, რომ 2,000 კაცზე მეც ვერ გამოიყვან და დაუხრიდა თავს და აღიარებდა მის ქვეშევრდომობას, ხო? მაგრამ ძალის დემონსტრირება, ძალის გამოყენება ეს არის აუცილებელი პირობა. და აი ფარნავაზის მიერ არმაზის კერპის აღმართვით არა მარტო ის შექმნა რომ ესე იგი ამით ხაზი რას გაუსვა რომ ყველა ქართველური მოდგმის ხალხს შენი ღმერთი ყავს შენი ღმერთი ყავს მე ამას ხელს არ ვახლებ მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი საერთო ღმერთი ყავს ეს შენი ღმერთები რჩებიან თქვენი ღმერთები რჩებიან მე ხელს არ ვახლებ ამას აინინა და აინინა კაცი გაიმი ზადენი ამას მე ხელს არ ვახლებ მაგრამ ეს საერთო ღმერთია. ანუ მან ძალიან კარგად იცოდა რომ როგორც ჩანს საერთოდ ასეთი ადამიანები, ასეთი პასიონარული ადამიანები, ასეთი ჭვიანები არიან, ხო? მამაცებიც არიან, ჭვიანებიც არიან და ყველაფერი, ხო? მან ძალიან კარგად იცოდა რომ მაშინ როგორი დიდი მნიშვნელობა ექნებოდა იმას, რომ კი ბატონო, შენ ღმერთზე ილოცე, მაგრამ ამ საერთო ღმერთზეც უნდა ვილოცოთ ყველამ ერთად. ეს შესაძლოა ელინისტური ეპოქისთვის დამახასიათებელი, რა თქმა უნდა, ხო. ამიტომ აი წაღარას ვებზანეთ, ესე იგი ანტიელინისტური არ არის ესა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჭკვიანი ხელისუფალი რას ნიშნავს? მან ძალიან კარგად გამოიყენა დაპირისპირება. იმ ელინისტურ სამყაროში არსებული დაპირისპირება სათავისოდ გამოიყენა, სათავისოდ. და ახლა როდესაც ლაპარაკი არის შენი ხალხის ერთგულ ხელისუფლებაზე, ხო? დიახაც შენი ხალხის ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე და ასე იყო ყველა ეპოქაში და ყველა წარმატებული ხელისუფალი სწორედ ასე აკეთებდა რა. თორე სხვის ჭკუაზე და სხვის დუდუგზე რომ ეცეკვა, მაშინ ბუნებრივია ის უნდა ყოფილიყო მაშინ მეორე აზო. ხო? აი ხლა როცა ლაპარაკი არის მაგალითად იმაზე, რომ რას აკეთებს ფარნავაზი. რას აკეთებს ფარნავაზი? ერთი მინდა გითხოთ თვითონ არმაზზე. მოგვიანებით იგივე ტექსტში არის ესეთი მომენტი, როდესაც ნინო შემოდის, ის ხედავს, რომ ბავშვებს წირავდნენ. ეს შთაბეჭდილება მაქვს, რომ დემონიზებულია უკვე მოგვიანებით და ნაკლებად სავარაუდო, რომ ეგ რიტუალი ყოფილიყო. იცით რა არის, როდესაც არის ადამიანთა მსხვერპლ შეწირვა, არქეოლოგიურად გარკვეულწილად ეს დასტურდება ხოლმე რა. მსგავსი რამ ისტორიულ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიურად აღმოჩენილი და კარით მეორე რაც ვიცით თვითონ არმაზზე არის გვახსოვთ ალბათ ნინოს დროს, როდესაც თვითონ დაინგრევა არმაზის კერპი და რას იფიქრებს მიხრანი. ის ფიქრებს, რომ ესა შურისძიება. ის ქრისტიანულ ღმერთზე არ იფიქრებს და ერთ-ერთი არგუმენტი მე რამდენადაც მახსოვს იყო ის, რომ იმ დროს სპარსეთში წყალდიდობა მოხდარა, ხო? და ეს მიაჩნია, რომ ეს არმაზის გაკეთებულია. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაცა წყლის სტიქიასთანაა დაკავშირებული თუ რა? არა, მე მგონი მეომარი. მეომარია. მეომარი ღვთაება, კი. მეომარი ღვთაება არის.
ალბათ მაინც იმ საზოგადოებაში, რომელსაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ბუნების მოვლენებს უდიდესი ჩვენ ვილაპარაკეთ წინა გადაცემაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მაგრამ მაინც სამხედრო ბელადის, სამხედრო მეთაურის პიროვნებას, რომელიც სარდალია, რომელიც წინ მიუძღვის ლაშქარს და რომელიც არის მებრძოლი, ესეც მებრძოლი ღვთაება, ჩემი აზრით. მაგით რელიგიაზე დავასრულოთ და გადავიდეთ უკვე აი ჩემთვის რაც საინტერესოა, იქნება ერთიანი ქართლის სახელმწიფო. ტიპოლოგიურად ახლა ესე გვასწავლიდნენ, რომ ეს სატრაპიების მსგავსად შექმნა საერისთავო. სპარსთა დარად მოაწყო. სპარსთა ბატონო ნუგრი, ჩემზე უკეთ მოგეხსენება თქვენ სახელმწიფოს წარმოშობის თეორიები. ამ თეორიებში ყოველთვის ისტორია მეცნიერება არსებობს კანონზომიერებები. პერუში სახელმწიფოს წარმოშობა შეიძლება რაღაც მიზეზმა შეუწყოს ხელი, ან ესა თუ ის მიზეზი იყოს წარმართველი პერუსათვის და უშუალოდ ეგვიპტეში სხვა, შუამდინარეთში სხვა, საქართველოში სხვა, მაგრამ ეს კანონზომიერებები არსებობს. ზოგან ერთი მიზეზი არის წამყვანი და წარმართველი, მეორეგან მეორე, მაგრამ თუ შევაჯამებთ, რამდენიმე მიზეზი იკვეთება ხოლმე, ეს რა არის, ესე იგი, გარეშე საფრთხე, დაპყრობის საშიშროება, რომელიც კონსოლიდაციის აუცილებლობას ქმნის მოსახლე მონათესავე ტომების კონსოლიდაციის აუცილებლობას ქმნის, ეს გარეშე საფრთხე, თავდასხმა, ომი, ერთი ესა. ესე იგი, გეოგრაფიული გარემო და გეოგრაფიული გარემოს მნიშვნელობა. ხო, აი მაგალითად, დაუშვათ იქ ნილოსია და სარწყავი სისტემაზე აგებული მეურნეობა და ასე შემდეგ, ხო? იგივე იყო შუამდინარეთში, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, მეზობელი ხალხების წოდნის აღებას და ხა, როდესაც ჩვენს გვერდში იყო აქემენიანთა ირენე, ჩვენს გვერდში არის სელევკიანთა სამეფო, რომელიც იმ ტრადიციის გამგზელებელი იყო. სხვათა შორის, როდესაც ალექსანდრე მაკედონელზე ლაპარაკობდნენ, ბრაიანი იყო ეგეთი ძალიან ცნობილი მეცნიერი, მან თქვა, რომ ალექსანდრე იყო უკანასკნელი აქემენიანია. დარიუს მესამე კი არა, ალექსანდრე იყო, იმიტომ რომ ალექსანდრემ ყველაფერი ისე დატოვა, როგორც აქემენიანთა ირანში იყო, ის სატრაპიებიც დატოვა, უბრალოდ თავისი ერთგულები ჩაანაცვლა, ან დარიუს რო უღალატეს და ამან რომ შეუნდოდა რომ მიიღო, ისევ ის ხალხი დატოვა. არაფერი არ შეუცვლია, ვერ მოასწრო შეცვლა. ესეც უნდა ვთქვათ, რომ აქემენიანების სიამდვილეში იყო ორი მეფე. და დარიუსი იყო ქურუმი, რომელმაც მიიღო ეს და ეს ტრადიცია რომ შეიძლება მიიღო, ეგაც ჩვეულებრივი. ხო, ესე ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხო, თან არ დაცავდა, ხო? რო ყოფილიყო შესაძლოა მე რაღაცა ისეთი გონების და ისეთი გაქანების კაცი იყო, შესაძლოა რაღაც სხვა მოეგონებინა, მაგრამ ნუ ასე მოინდომა, ხო? და დატოვა ყველაფერი. სანამ ცოცხალი იყო, ყველაფერი ხელუხლებლად დატოვა. ხო, და რატო დავიწყე ეგ ლაპარაკი? ქართულ ცხოვრებაში პირდაპირ წერია, რომ სპარსთა დარად მოაწყო. ანუ იქ თუ სატრაპია იყო, აქ ქართული სინამდვილიდან გამომდინარე საერისთავოები დაარქვა. ხო? ეს 8 საერისთავო და 1 სასპასპეტო შექმნა, ხო? და აი ერისთავიზე ის მაინტერესებს. ნუ ფარნავაზის პერიოდის ერისთავი ცოტა სხვა. რა თქმა უნდა. სხვა არის ვიდრე შუა საუკუნოვანი ერისთავი. თვითონ აი რა შეიძლება ყოფილიყო შუა ფარნავაზის დროინდელი ერი და მისი თავი. ანუ ერი ესა მეომართა კლასი. არა, ერი ეს არის ხალხი და ძველ ქართულში ერი არის ხალხი და ჯარი. თანაბრად, ხალხი ჯარი. ანუ ის მამაკაცი, ვისაც იარაღის სტარების და იბრძვის. თავისუფალი კაცი. თანაბრად აღნიშნავს ხალხს და ჯარს, ხო? თავისუფალი, რა თქმა უნდა. არა თავისუფალი არა. დამორჩილებული მეთემე ეს არ არის, აქვია. ერი არ არის. ჯარი არ არის. ხო, ჯარად ვერ აღიქმება. წეგან მოგახსენებდით, ეხლაც მინდა ვთქვა, ფაქტობრივად ფარნავაზმა აი 8 საერისთავოთი იმის დე ფაქტო აღიარება მოახდინა, რომ ეს 8-ვე ოდესღაც როგორც ჩანს გარკვეულწილად დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებს წარმოადგენდა. უბრალოდ ის ელიტარული ნაწილი მან დატოვა სათავეში, ოღონდ უთხრა, რომ შენ კი აღარ უფალი კი აღარ ხარ, შენ უფალი კი არა ხარ, არამედ შენ ხარ ჩემი მოხელე ერისთავი.
ამიტომაც მოხდა მე მისი სიკვდილის შემდეგ იმავე წუთს ერისთავი შეიტყვნენ მეთქი რომ თქვი საურმაგს უაუჯანყდნენ. ფაქტობრივად ესენი ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლები არიან, ადგილობრივი წარჩინებულები არიან, რომელებმაც ცნეს ფარნავაზის უზენაესი ხელისუფლება. ქვემოთ უკვე მერე იყვნენ ციხისთავნი, ხევისთავნი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ხო? სპასალარნი და ისა ქვია. ანუ ფაქტობრივად კლასიკური სახის სახელმწიფოს აშენებს, ეგ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფას აკეთებს, იერარქიულად ცენტრალური მმართველობა და ადგილობრივი მმართველობა უკვე გამოკვეთილი არის. საზღვრები უაღრესად საინტერესოა. ესე იგი მე გითხარით, რომ ხანდახან არის ხოლმე კი, მაგრამ რა ვიცით ამ დროინდელი საჯერეთი ძალიან კარგად ვიცით თავად ლეონტის მიხედვით რა. იმიტომ რომ თუ ივანე ჯავახიშვილი თუ რაღაც ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით დიდ უნდობლობას უცხადებდა გეოგრაფიული და ისტორიული გეოგრაფიის, საისტორიო გეოგრაფიის თვალსაზრისით უაღრესად სანდოთ მიაჩნდა ქართლის ცხოვრებაში დაცული ტრადიცია, როგორც ბატონ ივანეს, ისე ნიკო ბერძენიშვილს, ისე გიორგი მელიქიშვილს, ისე დავით მუსხელიშვილს, ამაზე არ კამათობენ რა. ეხლა თავი დავანებოთ ქართულ წყაროებს. ესე იგი, გაძლიერებულმა სომხეთმაო იბერიას ჩამოაჭრავო, ხო, ეს ჩემი მოგონილი ხო არ არის? ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნის ავტორი სტრაბონი წერს ამაზე. რა ჩამოაჭრავო? პარიადრეს კალთები, ხორძენე და გოგარენე. ესე იგი, თუ ჩამოაჭრა ნიშნავს, რომ ეს ოდესღაც იბერიის შემადგენლობაში იყო. ესე იგი, პარიადრეს კალთები ეს არის გვიანდელი ბასიანი და ვანანდი. ანუ ტყვარსა და არაქსის შორის მოქცეული, ტყვის სათავეებსა და არაქსის შორის მოქცეული ტერიტორია, რაც არის ბასიანი და ვანანდი, ეს თურმე ყოფილა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში და მერე ჩამოუჭრია არტაქსიას, ანუ არტაშეს პირველს, ხო? ეს ხდება 199 წელს ავიდა ტახტზე არტაშეს პირველი, დიდი არმენიის მეფე და იმან ჩამოაჭრა. ეს ერთი შეკითხვა არის სომხეთზე. დიდი არმენიის მასშტაბელი ელიტა. ოღონდ დიდსო ვამბობ, არა. ესენი ადგილობრივი არა, ხო, ადგილობრივი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ აქემენიანების დროს იქ არმენების აჯანყებაზე და ეს არმენები ესენი ასე ელიტა, პოლიტიკური ელიტა. იქ პოლიტიკური ელიტა და თვითონ არტაშეს პირველიც, რომელიც არმენიის მეფე დაირქვა, თორე ის იყო სარდალი. სარდალი იყო იმისი ანტიოხოს მესამის სარდალი იყო, რომელიც დიდ არმენიას განაგებდა. ის ხო მე ხო გითხარით, რომ არმენია დაპყრობილი ქონდა მეთქი სელევკიანების სამეფოს, სირიის სელევკიანებს დაპყრობილი ქონდათ. და ამ დაპყრობილი ტერიტორიის მმართველი იყო ადგილობრივი ელიტის წარმომადგენელი ვინმე არტაქსია. ანუ არტაშეს პირველი, შემდეგ უკვე არტაშეს პირველად რო ხოლო ცირე არმენიაში იყო ზარიადრესი. მე რატო მინდა აქვე მაყურებელს უთხრა, რომ დიდი და მცირე იმ გაგებით არ იხმარება დღეს რომ ველიკაა და ეს იყო ორი, რადგან ორი არმენია იყო ერთმანეთისაგან რომ განერჩიათ დიდი და პატარა სომხეთი. ხო და არა ის რომ ის იყო რაღაცა უდიდესი და უზარმაზარი სახელმწიფო, თუმცა ტიგრან მეორის დროს ნამდვილად ძალიან დიდი იყო და ხმელთაშუა ზღვაზე გავიდა. მოკლედ იმისი თქმა მინდა რომ ესე იგი წარმოგიდგენთ სამხრეთით სადამდე ჩადიოდა ქართლის სამეფოს საზღვარი. ეხლა რაც შეეხება ხორძენეს. ხორძენე ეს არის კოლა, ისტორიული კოლა, ტაო და სპერი. ესე იგი ჭოროხის სათავეები, ტყრის სათავეები, ესეც ისტორიული ქართლის ეს ქართველი მემატიანე არ წერს ამას, ძველი ბერძენი ავტორი წერს. აქედან აღმოსავლეთის საზღვარი, ესე იგი გადიოდა, სადაც ალაზანი უერთდება მტკვარს. ხო წარმოგიდგენიათ? ესე იგი და ფაქტობრივად, ხო, და ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი, მდინარე ეგრის წყალზე გადიოდა. ხო, ეგრის წყალთან მიმართებაში ორი მოსაზრებაა ქართული ისტორიოგრაფიაში. ერთი, რომ ეგრის წყალი, ანუ ეგურის წყალი არის ენგური, მდინარე ენგური, მეორე არის, რომ ეს არის ღალიძგა. ღალიძგა დღევანდელ გალის რაიონის, გალისა და ოჭამჭირის მუნიციპალიტეტებს შორის. ამიტომ არის ორნაირი რუკებია ხოლმე. მაგრამ შედის აფხაზეთში, ხო, ის ესე გალი. ხო. და იმას რომ ეგრის წყალს გაღმა დარჩათ ბერძენთაო. ანუ იქ როგორ ჩანს პონტოს სამეფო ფეხი ვერ ამოაკვეთინეს.
ჩრდილოეთის საზღვარი კავკასიონის მთავარ ქედს გაუყვებოდა. მთავარ ქედს. ახლა ვრცელდებოდა თუ არა იქეთ ასეთი ზუსტი მონაცემები არ აქვს ჩვენ. ის რომ ჩრდილო კავკასიონის მთავარ წყალგამყოფს გადაღმა ქართველური მოდგმის დვალები ცხოვრობდნენ და იქ პირიქით ახევსურეთია და იქით კიდე თუშეთი არის ხო, რომელიც მთავარ ქედს გადაღმა არის. ამაზე ორი აზრი არ არის, ხა ვრცელდებოდა იქ თუ არ ვრცელდებოდა, ყოველ შემთხვევაში კავკასიონის მთავარ ქედს ძირითადად მას მიუყვებოდა. ფაქტობრივად გამოდის რა, თანამედროვე გალის რაიონის ჩრდილო-დასავლეთით რაც არის, ის არ შემოდიოდა ქართლის სამეფოში, თორე დანარჩენი მთელი ისტორიული საქართველოს ტერიტორია ქართლის სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა და ერთ რამეს მინდა ყურადღება მიაქციოს მსმენელმა და მაყურებელმა. როდესაც სახელმწიფო ტერიტორიაზე ვლაპარაკობთ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთელი მე-13 საუკუნის განმავლობაში, ესე იგი, აი ამ ქართველური მოდგმის ხალხებმა, რომლებიც ერთ სახელმწიფოში გაერთიანდნენ, ერთ სახელმწიფოში იცხოვრეს, ერთ საზღვრებში იცხოვრეს, ერთი ტკივილით, ერთი გამარჯვებით, ერთი სიხარულით, ერთი ამას ის იმდენად დიდი იყო საფუძველი, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკური ტერიტორია ეროვნულ სახელმწიფოებრივ ტერიტორიად იქცა, გესმით? და მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ფაქტობრივად მოუგზავდა ცოდნა იმის შესახებ, რომ ეს ქართული მიწაა. არც ერთი ქართული მიწა, არც ერთი გოჯი სხვა ქვეყნის, სხვა ხალხის მიწისა არც ქართლის სამეფოში შემოდიოდა და არც ისტორიული საქართველოს საზღვრებში. აი, ახლა შეკითხვა. შუა საუკუნეებში აი ესეთი ტერიტორია ძირითადად აი ეხლა თანამედროვე სიტყვა იდენტობას ხშირად იყენებენ. მის ესე იგი ქართულ იდენტობას განსაზღვრავდა რელიგიური ეკლესია შუა საუკუნეებში. და შესაბამისად იყო რაღაცა ინსტიტუცია, რომელიც ამ ყველაფერს აგვარებდა. აი, ფანაურის პერიოდში თქვენ ახლა თქვით, რომ ეს ეროვნულ სახელმწიფოს ესე იგი მომავალში ფორმირდა როგორც ეროვნულ სახელმწიფო, ხო ეს ტერიტორია, ეს სახელმწიფო, სამეფო. ჩვენ სტრაბონის ცნობით ვიცით, რომ ქურუმებს ჰქონდათ საკმაოდ ესე იგი მაღალი სტატუსი, სოციალური სტატუსი. თქვენ როგორ გონიათ, აი რა ინსტიტუტები იყო, რომელიც აი სხვადასხვა ტომებს მუშაობდა, სხვადასხვა ტომებთან მუშაობდა და ეუბნებოდა, რომ ყველა ქართველები ვართ. იმიტომ ეკლესია ამას აკეთებდა შუა საუკუნეებში და წარმართულ პერიოდში ეს როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება ყოფილიყო? ყველაფრის ცოდნა არ გახლავართ, და არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ის ელიტარული ნაწილი საზოგადოებისა ესენი შედგებოდნენ სამეფო საგვარეულოსაგან, როგორც სტრაბონი ამბობს, ხო? და ქურუმთა საგვარეულოსაგან. ეს ორი საგვარეულო იყო ფაქტობრივად, რომელიც წმინდა ელიტარულ ნაწილს იმდროინდელი საზოგადოებისა. ხო, აი როგორც გვიან შუა საუკუნეებში თავადაზნაურობა, ხო, სამეფო სახლი და სამეფო თავადაზნაურობა, ახლა გლეხობაზე ნაკლები იყო დამოკიდებული. ორ იბერებზია, მთისა და ბარის იბერები. ხო, მაგრამ ეს მთისა და ბარის იბერები მხოლოდ სამეურნეო ყოფით განირჩევიან ერთმანეთისაგან და ცხოვრების წესით და ნამდვილად დაკვირვებული თვალი დღესაც შეამჩნევს იმას, რომ კახელი, გლეხი და ახლა კლასიკური გაგებით თუში თავის ცხოვრების წესით ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სტრაბონი ამბობს, რომ ისინიც იბერები არიან, ისინი არა, ის არ ამბობს, რომ ისინი იბერები არ არიან. ის ამბობს, რომ ისინი იბერები არიან. ოღონდო, ისინი ენათესავებიან სარმატებსო, ხოლო ესენიო სპარსელებსო. ესე ბარის იბერები სპარსელებსო, ცხოვრების წესით ადარებს. ორი კულტურული. ორი კულტურული კი არა, საქართველოს ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, მთიელი რომ ბარელისაგან განსხვავდება, ეს არის ფაქტი. მაგრამ ის რომ მთიელს ბარი ჭირდებოდა და ბარელს მთა ჭირდებოდა იგივე საზაფხულო საძოვრებისთვის მთიელს პირიქით, ხო, აი ეს სამეურნეო ეკონომიკური კავშირები იმდენად მტკიცე იყო, რომ აი ეს გზები, ის ცხურის გზა, რასაც ქვია, ის მაგისტრალები, რომელიც ხო, იმდენად აკავშირებდა ერთმანეთს და უყურეთ სამი დიდი მდინარის, ხო? რიონი, ჭოროხი და მტკვარი. აი ამ სამი დიდი მდინარის აუში ჩამოყალიბებული ქვეყანა არის საქართველო. და
იმ მთაში მცხოვრებ კოლაელს აი მდინარეს რო ჩამოუყვებოდა, იმ ტყვას რო ჩამოუყვებოდა, აუცილებლად მოვიდოდა მცხეთაში. ეს არ იყო მარტო სატრანსპორტო გზა. ეს იყო გარდა ამისა იდეოლოგიურიც, სამეურნეო რაც მთავარია და პოლიტიკური კავშირებისათვის გამოყენებული. ამიტომ თისა და ბარის ეს ორგანული ურთიერთკავშირი, ხო, განაპირობებდა იმ ერთობას და იმ გეოგრაფიულ საზღვრებში ჩაკეტილობას, ბატონი ივანე ჯავახიშვილი ვამბობდა, რომ საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიულად ფანტასტიკურად არის შემოსაზღვრულიო. იქით ზღვა, სამხრეთით მთა, ჩრდილოეთით მთა და აღმოსავლეთით კიდე აი ეს მდინარეების, ეს რა ქვია, დიდი მდინარეების. აი იყო იქ საუბარი, აი სტრაბონის ამ ცნობაზეც გამოვახვილოთ ყურადღება. ჩემი დაკვირვებით ეს არ გავს მაინც და მაინც აი ბერძნულ მოდელს, მართლობის ბერძნულ მოდელს, ხო? პოლისონ ანუ ქურუმები ისე ძლიერები არ არიან ელინურ სამყაროს ბერძნულ ნაწილში, როგორც უფრო აღმოსავლურ ნაწილში, ხო? და ჩვენ ხედავთ, რომ შეიძლება უწოდოთ მოკლედ შეკითხვას მოგწოდეთ. ეს თეოკრატიული სახელმწიფოა თუ თეოკრატიული სახელმწიფოა? თეოკრატიულია და რატომ მოგახსენებთ რა? აი მაგალითად, კაპადოკიაში კომანას ქურუმი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო. ქართლის ცხოვრებას კითხულობ თუ სტრაბონს კითხულობ თუ სხვა უცხოურ წყაროებს კითხულობ, არსად არაჩანს რომ იბერიაში მეორე პირი იყო ქურუმი. სამაგიერო ძალიან კარგად იკვეთება, რომ ქართლის მეფეები ამავე დროს პონტიფეს მაქსიმუს, ანუ უმაღლესი ქურუმებიც არიან. ეს უფრო იკვეთება, აი თუნდაც ზეგან თქვენ მირიანის მაგალითი მოიტანეთ. მირიანე ნინოს ასეუნება გახსოვთ, თუო შენო განკურნაო ჩემს ცოლსო თუ რაღაც აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე შენო მცხეთის მკვიდრად ყოფ და არმაზის მსახურა თუ, ანუ მეფეს ხელეწიფება ეს. მცხეთის მკვიდრობა გასაგებია, არმაზის მსახურება როგორ თუ არ არის უმაღლესი ქურუმი როგორ ხელეწიფება. ამიტომ აერთიანებს ეს. ხო, აერთიანებს, კი, უმაღლეს სასულიერო და საერო ხელისუფლებას აერთიანებს. გარკვეულწილად შეიძლება ცუდი შესაძლებელია, მაგრამ გარკვეულწილად ასეთი ინსტიტუტები ჩვენ საქართველოს მთაში გვაქვს, ხო, ხევისბერის ინსტიტუტი, ხო, სადაც საერო და სასულიერო უზენაეს საერო და სასულიერო ხელისუფალი არის ხევისბერი აბა ვინ. ასე წარმართული საქართველოს მინიმოდელი. ხო, გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ზუსტად ვთქვათ, რომ ეს არის ის მოდელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ძირები ეძებნება ამას რა. თავისთავად ის ფაქტიც, რომ ფარნავაზი, სახელი ფარნავაზი და არმაზი ხადაჰა ერთი და იგივეა, ეგეც ცოტას არ ნიშნავს რა. ასე რომ ქართლის მეფეები როგორ ჩანს უმაღლესი ქურუმებიც იყვნენ. ერთი მინდა ბატონო ნუკლი სანამ დავამთავრებ თქვა. ტერიტორიის მნიშვნელობას მინდა ხაზი გაუსვა. უძველეს პერიოდში აი რასაც ჩვენ ახლა იდენტობას ვეძახით დღეს, ხო? აი ამ იდენტობის ჩამოსაყალიბებლად ორი ძირითადი ატრიბუტი იყო. ეს იყო ენა და ეს იყო ტერიტორია. და როგორც ამბობენ, ტერიტორიას გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ვიდრე ენა გარკვეულ ეპოქაში და რატომ? იმიტომ რომ გარშემოსაზღვრულობა და აღქმა იმისა, რომ ეს არის ჩემი ტერიტორია, ხო? ანუ შინა, ქართული შინა რაც არის, რაც განსხვავდება გარესაგან, რაც არის ბერძნული კოსმოსი და განსხვავდება ქაოსისაგან, ხო? ხო, ანუ კოსმოსი, ანუ მოწესრიგებული სამყარო, ხო? ჩემი კოსმოსი, ანუ ჩემი შინა. და უყურეთ როგორი ის არის მე ქართულ ენაში როგორი მნიშვნელობა შეიძლება შინაური. სამაგეროდ გარემ ნახეთ როგორი შეიძლება გარეული, გარეწარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ გარედან ყოველთვის საფრთხე მოდის. შენი შინადან შენი შინა უწესრიგებულია, იქ უფროსი, უმცროსი, ყველაფერი დალაგებულია, ყველაფერი განსაზღვრულია, ყველაფერი გამოკვეთილია, ყველაფერი ცხადია. ამას დაცვა ჭირდება. და ყველა ცოცხალი ორგანიზმი თავის საცხოვრის ტერიტორიას შემოფარგლავს. ასე იყვნენ ადამიანებიც. ჩვენ წინაპარს ვერ წარმოედგინა სხვანაირად. სხვანაირად რო წარმოედგინა, მაშინ გაიქცეოდა და წავიდოდა აიხრებოდა აქედან.
და მე მინდა ერთი მაგალითი მოვიტანო და ამეთი ალბათ თავის შეიძლება გადავაცილე კიდევაც უკაცრავად თუ ასე გამოვიდა. ერთი ამბავია მოთხრობილი, ხა იმ ამბავზე ყურადღებას არ გავამახვილებ, მოკლედ ქართლის მეფეებმა ფარსმან და კაოსმა დაკარგეს ტერიტორიები. გაძლიერდაო მეფე იარვან და წარიღო წუნდა და ახალქალაქი. ვერა მოიძიეს საზღვარი მეფეთა ქართლისათა ფარსმან და კაოს. და მერე საოცარი ფრაზა არის, რომელიც არ შეიძლება ნორმალურ ადამიანს გულგრილს ტოვებდეს და აღესრულენ მწუხარებასა შინათიც. ესე იგი ის რომ ვერ დაიცვეს თავიანთი ქვეყნის საზღვარი და ტერიტორია მისდაცა მტერმა, ეს გახდა ისეთი დიდი მწუხარების მიზეზი, რომელსაც მათი გარდაცვალება გამოიწვიათ, ესმით. აღესრულენ მწუხარებასა შინათიცა. გადის ცოტა დრო და აზორგ და არმაზელმა ქართლის მეფეებმა დაიბრუნეს ეს ტერიტორიები და წერია აღესრულნენ ნუგეშის ცემულნი დიდად. ამიტომ ქართლის სამეფოს ჩამოყალიბება საქართველოს ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ასეთი ნიშანსვეტები ჩვენ ისტორიაში არის კიდევ ოქცევა ჩვენი ერის ქრისტიანობაზე, ერთიანი დიდი ფეოდალური საქართველოს შექმნა, ხო, მე-11-12 საუკუნეების ქართულ მეფეთა და დიდ მოღვაწეთა მიერ მეტი შეიძლება არ შეედაროს რამე საქართველოს ისტორიაში აი ამ მოვლენასაც ფარნავაზის მიერ ქართლის სამეფოს შექმნა ქვია. ეს იყო საძირკველი, რომელზეც დაშენდა მერე ყველაფერი ის, რამაც შექმნა ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო. იმიტომ რომ მანამდე ხო სიტყვა ქართულს ჩვენ არ ვხმარობთ. პირველი ხსენება სიტყვა ქართველისა არის უმლეიზუნის სარწერაში, ეს არის მე-5-6 საუკუნეების მიჯნა. მანამდე ტერმინი ქართველი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. უმლეიზუნი არის ისრაელში, სადაც ქრისტიანული ეკლესიის გათხრის დროს გიორგი გაგოშიძემ აღმოაჩინა წარწერა, რომელიც მერე გამოაქვეყნა და წერია იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსი, საფლავი იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსისაი ქართველისაი. მანამდე ტერმინი ქართველი არსად არ იყო ნახსენები. ხო და აი ეს ყველაფერი დაეფუძნა იმას, რასაც ფარნავაზის მიერ ერთიანი ქართლის სამეფოს ჩამოყალიბება ქვია. ორმესი მადლობა. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია. ეს არის ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენი მეხსიერება დგას, რაზეც ჩვენი ეროვნული ცნობიერება დგას და რასაც ებრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში და ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი ისტორია ქონოდა. დღესაც საჭიროა რომ მივხედოთ მას. დამეთანხმება ბატონი ვალერი, რომ დღეს არ არის ისტორიული მეცნიერება თლად კარგ მდგომარეობაში, მათ შორის მთელი რიგი პრობლემები აქვს ინსტიტუტებს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, იქნება ეს ისტორიის ინსტიტუტი, იქნება ეს უნივერსიტეტი და პირველი სახელმწიფო, რაზეც უნდა იზრუნოს, ეს არის გაძლიერება საკუთარი წარსულის და გაძლიერება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელს უწყობ ამ მეცნიერებას. ისტორია არის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერება ყველა საზოგადოებისთვის. ძლიერი საზოგადოება ნიშნავს ისეთ საზოგადოებას, რომელიც ზრუნავს საკუთარ ისტორიას. მოკლედ გავეცნოთ ამას, დაწერეთ კომენტარები, აუცილებლად გავმართოთ დისკუსია ამაზე და შევეცადოთ ყველამ ჩვენგანმა, რომ რაღაცნაირად წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ რაღაცნაირად მობრუნდეს ყველაფერი და ისტორია როგორც მეცნიერება იყოს ერთ-ერთი წამყვანი ჩვენ საზოგადოებაში. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. ადამიანო, ნუ რასოდეს ნუ დაგავიწყდება რომ შენ მარტო ხარ. ნუ რავის ნუ დაუცდი,